გამარჯობა. არ ვიცი რამდენად გაქვთ ეს გამოთქმა გაგებული, მაგრამ ჩემზე ხშირად ამბობდა ხოლმე დედაჩემი, რომ ვარ ჭირიანი ბავშვი. ანუ ჭირიანი ბავშვი გამოიხსნებოდა იმაში, რომ ვიყავი კაცებული მუდმივად. ოღონდ დედაჩემი, აი თვითონ წურავდა ყურძენს, რომ ყურძნის წვენი დამელია ნატურალური იმუნიტეტის სასამართლებლად. ჭარხლის წვენებს მიკეთებდა ზამთარში ბაგურიაში და ვყავდი ზაფხულში წყნეთში და რაჭაში. ვერ მშოვდა ვერაფერი. იმიტომ რომ თუ ვინმე იყო გაციებული 200 კაცში, ერთი ვიყავი მე. ხო და აი მთელი ცხოვრება დავყავდი ხან რკინის ანალიზზე, ხან დებიამინის ანალიზზე, ხან იმისა. ველოს მიხვდა რომ უბრალოდ ესეთი ვარ და შემეშვა, მაგრამ აი მაინც მასმევდა ამ წამლებს. ხო და ეხლა რა შეასაქმე? რაც წლები გავიდა, ხომ არ გონიათ რომ ამი შეიცვალა და უკეთესობისკენ წავიდა ჩემი მდგომარეობა? არა, ისევ ვარ. ანუ ოდნავ როგორც კი ამინდი იცვლება და ოდნავ როგორც კი ცივა ვარ გაციებული. იმ წამსვე. აი თან სქლად ჩაცმა არ მიყვარს და ამიტომ მით უმეტეს ასმაგად გაციებული ვარ. ვერაფერთ ვერ ვშველი სურდოს. აი ეხლა ამ ადგილას რომ ვარ მანქანაში შეიძლება არ მწუთას არ მქონდეს სურდო, მაგრამ როგორც კი ვიცვლი ადგილს, აი რომ გადავიდე მანქანიდან მაქვს სურდო. იმ ტერიტორიას რომ შევეჩვევი 1 საათი აღარ მაქვს სურდო, მაგრამ აი რომ მოვიდე სახლში, მე სახლში მაქვს სურდო. აი ერთ ტერიტორიაზე რო ვარ, ერთ დონეზე, მაგრამ შედარებით უკეთ ვარ. ხო და რა შეიძლება რომ გავაკეთო ხომ არ იცით. იმიტომ რომ რაღაც 1000 წამალია გამოგონებული და სხვადასხვაგან არის მედიცინა წასული რა. ოღონდ ხალხო სუმცივა, აი სუმცივა, ეხლა მაცვია ხელსაყრელობიანი როლინგი, ზემიდან ჩამოწვი რომ ვიჭერდი ხარ შედარებით თბილად უწრებს. სუმცივა, აი ზაფხულში მაინც გადაფარებული საბანი ზამთარზე ხოლმე ზამთარი არსებობს და სახშობდო სუკათბობაა ჩართული ოქტომბრიდან ეხლა ხო ძიმის სანახავებას არ მირთავს და მაგრემაც არ მგონი გაწეები. პაცანტს ვერ შევტენი ხო, მაგრამ აი რაღაცა მეტყობა გენეტიკულია. ვის დავურეკო ის მოკითხო ერთი. ვისგან გამოვანედა.